მოგესალმებით. დღეს მე და მარი მოგიყვებით თუ რას ვაპირებთ ჩვენ ხვალ 5 საათისთვის. ჩვენ მოსახლეობას შევპირდით, რომ საქართველოში გვექნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო იურიდიული სამსახური, რომელიც იმუშავებდა ყველა მიმართულებით, სადაც კანონი ამის საშუალებას მოგცემდა. და ჩვენ ამას ესე გავაკეთებთ. არის ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანები ადვოკატებისგან, პირადად მეც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხვალ ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე, რომ ახალგაზრდებს მივიღებთ სამსახურში, ძალიან ბევრი მოვიდა რეზიუმე, ხომ არის? ჩემებურად სივი, ხო? აი თქვენ ნახეთ, აი რამდენი არის მოსული. ჩვენ აქედან ამორჩეული ყავს, ჩვენ გვინდა 30 ადამიანი, თქვენ ნახეთ რამდენია, მაგრამ მე დღეს უთხარი მარის, რომ მოდი, ვისაც სურვილი ექნება, დაველოდოთ, გავიაროთ, დაველაპარაკოთ, ვინაიდან მოუწოდებ ყველა ადამიანს. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებს და საქართველოს ტერიტორიის იქით მცხოვრებს ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილოები არიან და ამ ჩვენი ადვოკატების დახმარებით ვერ მიაღწიეს იმას, რისი მიღწევათ უნდოდათ, ჩვენ აუცილებლად ყველანაირ შანსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ყველა მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ხო, ეს არის ჩვენი გეგმა. რატო ხსნით ამას? რატომ დაიხარჯა ამდენი თანხა, ხო? რატო ვართ ჩვენ? რატო უნდა ვიყოთ სხვაზე უკეთესი? იმიტომ რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი 100%-ით იყოს კმაყოფილი. მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას. ნებისმიერი საქმე ციხეში, ციხის პატიმრებს მინდა ვთხოვო, რომ ჩვენ ყველანაირად ეკეხმარებით. იცით მე, რომ არასდროს ჩემს ადვოკატებს, ჩემს იურისტებს პატიმარს არ მოვატყუებიერ და არც სხვა ადამიანებს. ნებისმიერმა პატიმარმა ჩვენთან დარეკოს და ჩვენ მის საქმეს განვიხილავთ დაჩქარებული წესით. საჭირო თუ იქნება 30-ვე ადვოკატი ერთად ჩაერთვება, მათ შორის საერთაშორისო იურისტები და ადვოკატები. თუ შენ სიმართლე გაქვს, 100% ჩვენ დასკვნას მოგცემთ, რომ ჩვენ თქვენ გაგამართლოთ. დანარჩენი მერე სასამართლოსი საქმეა. აგრეთვე მინდა მთელ საქართველოს მოსახლეობას აჭარა იქნება თუ თელავი თუ ქუთაისი არ აქვს მნიშვნელობას. ნებისმიერი საქმე პირველი რიცხვიდან შემოგვიტანეთ. ნებისმიერი რთული საქმე შემოგვიტანეთ, ჩვენ მას განვიხილავთ. მე კონტროლზე მეყოლება აყვანილი ნებისმიერი საქმე, ვინაიდან მე არასდროს ჩემს თანამშრომლებს არ მოვატყუებიებ მოსახლეობას და ეს ესე იქნება. ჩვენ გვინდა ხვალ 5 საათზე დაველოდოთ ამ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს, რომლებიც არიან კვალიფიციური იურისტები, იციან მისი საქმე, აქვთ სასამართლოში მისასვლელი საბუთი, სასამართლოში გასასვლელი საბუთი, ჩვენ ხვალ 5 საათზე შევხვდებით, დავილაპარაკებთ და ჩვენ უკვე ძალიან ბევრი შეკვეთები გვაქვს გასარჩევი და მით უმეტეს უცხოეთიდან. რაც შესაძლებელია, ბევრი საქმე უნდა გქონდეს, რომ ეს 30 ადვოკატი თუ იურისტი იყოს დასაქმებული. ამ იურისტების ახალგაზრდების უკან იქნება 4 კაციანი ჯგუფი, რომელიც შეცდომას არასდროს არ დააშვებიერთ. კიდევ ერთჯერ გავიმეორებ, მარი, ხვალ 5 საათზე ჩვენ სათათბირო ოთახში ველოდებით აი ამ ახალგაზრდებს, რათა ჩვენ გავიაროთ თუ რა, როგორ. მარიამი დახვდებათ და 5 საათისთვის 6-ის რაღაც წუთებზე უკვე დავიждებით მოსალაპარაკებლად. რას დავუმატებთ, მარი? ჩვენი კომპანიის სლოგანი პირველ რიგში არის სიმართლის დრო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ დაცული ხართ
თქვენ არ იქნებით მოტყუებული, თქვენ საქმეს ჩვენ ჩავიბარებთ და ჩვენი გუნდი ყველაფერს პროფესიონალურად უზრუნველყოფს თქვენ საქმეს. ბატონი გევა იქნება ჩართული ამ საქმეებში და ყველაფერს გააკონტროლებს. გელოდებით ხვალ 5 საათზე შევხვდეთ და გავისაუბროთ ყველა საკითხს. მარი, დიდი მადლობა. საქართველოში ნომერ 1, რაც ზვირი ხერს. ყველაზე შეუფასებელი სიძვირე დღეს აქ პატიოსნებას და ნდობას. თუ გენდობიან ადამიანი, რომელიც გენდობა, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მისი საკითხი განიხილოთ მაქსიმუმ რაც შეიძლება და მაქსიმუმ მიაწოდოთ პატიმრებს ინფორმაცია. მე კიდევ ერჯერ ვიტყვი, საქართველოში ვინმე განაწყენებული ხარ თუ არა ხარ, ნებისმიერი სირთული საქმე, ჩვენ ნებისმიერ საქმეს გამოვიძიებთ. ეს წარსული იქნება, დღევანდელი იქნება თუ მომავალი. ჩვენ გპირდებით, გელა ბარკალაია თავის გუნდთან გპირდებათ, რომ ყველა საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი. გისურვებთ წარმატებებს. ხვალ 5 საათზე გელოდებით.